და სტუდიაში ყავს მოსწავლე. მოედანზე გამარჯობა მიესალმეთ თქვენს. თორმოსაჩრე. вообще აქედან დავიწყოთ და გოგოც სავით კი არა და გოგოც. დაიწყეთ გამოსვლა ბატონო გვარი როგორი ხარ? ბალიაშვილი. ბალიაშვილი, როგორი? ბალი. დავქოგეთ მე სარგები ძალიან გაასწორა და ვითომ სარგები გავასწორეთ. ესე. პირველი ელემენტი გარაჟი და გეტყვის სიტყვაზე პირველი გარაჟი ქენი. მან წვეტილი ზოლი გაქვს. პირველ მეორესთან გავყვები. და მანამდე ეგეცნით ეს რუსთავის მოედანს გავს, გორისასაც გავს, ხო გაგიგვირდებათ და გორისთან მინდორობითაც შეიძლება გაგეთო. ჯოხი მეკავს ბოლოში, ხო? აქ ჯოხები მაღალია ხა. იო და მივალამ წოვინცეს მაღალი ჯოხები ჩაგვიჭრა. მე გადავჭრით მოკლედ გამოცდაზე გავარგოთ ზუსტად რაზომა და გადავჭრით. ეს და ისე დღეს ისე გადაჭრა მოუწევს. ესეც არკემდია მე როგორც მახსოვს რა, სადღაც აქ. შევდივართ თუ არა ვაგვირდებით. აქ შევდივართ, ხო? მე ვაგვირდებით. მან შევდივართ თუ არა? კი. და შევდივართ. მაშინ ველოდებით რომ გასწორდება. გასწორდება. ავტომობილი, ავაჩერებ. და ვასწორებ საჭეს. რასად მეყავსო? მეორე ჯოხს რო გაცდება ცოტა. სიო, დასუქტილ და კაია. ეგრევე დრაივი, არავის არ ვიკითხებით, არავის არ ველოდებით. იქიდან გახედე მანქანა მოდის თუ არა? დავდივართ. ხრები რო გაცდება ჯოხს. მანამდე სწორად გავიდა, არსად არ მოუხვია. მოკლედ გარაჟებს მორჩებით, მე პირდაპირ მიდიხართ ესე ცოტა ხანი უხვევთ და იქ კიდე მე გარაჟია 2 ცალი, ჯერ არ გვაქვს. ეხლა დაიხაზება, მოკლედ დღესვე დაიხაზება და ეს ჯერ არ გვაქვს, ჯადვალით არის 2 გარაჟი. მეორეც არ გავიგე. ეხლა ზიგზაგი სიტყვაზე მარჯვენა ზიგზაგი დაიწყე. მიმ გარაჟებიდან რომ გამოხვალთ მე აქ ეგრევე ზიგზაგია. ეგრევე ზიგზაგი შეხვალთ და ჯოხთან ახლოს არ მეხვიდე, თავარი ეგ. შეგიძლია მოაკლოს იჩქარე, შეგიძლია თუ ვაფშე არ მიდის, აი საერთოდ რომ ჩათვალე რომ ამის თუნდა ჩაქრეს. ავტომატიკა არ ქრება, მაგრამ ავტომატიკა ჩაქრამე ჭირს და ხუქო. ხოდა. ჩათვალეთ რომ გაზი თუ დაგჭირდათ, გაზს მიცემთ. გარაჟში მithumedes ეს დაჭირდება გაზი, გააჩნია რა მანქანაში ხდებათ, შეცვლიან თუ არა მანქანებს. მას ყველაფერს უნდა მიაქციეს ყურადღება, იმიტომ რომ ერთხელ ვერ ვიტყვი მე რომ აი ესე უნდა უეჭველი, ეგრე ვერ გეტყვით. გააჩნია ხვალ შეიძლება შეცვალეს ახალი მანქანა ვიყავთ, რა ვიცი მე. შემდეგი ელემენტი მიმართულების შეცვლა. პირველი არა და მეორე ჯოხთან ცხვირი მე მოუხვევს მარცხნივ, მანქანის ცხვირი ჩემი კი არა მანქანა. მე გაჩერდები ჯოხებამდე. აქაც მე ერთი ჯოხი ჩაერჭობა, იქაც 2 ჯოხი აკრია, იქ ნახრეტები რო არის, ესა და აქ. ერი რულის მარშნი ამის მე რა ჩიხის მე რუიანი ზოგს ეშლება რა ზიგზაგიდან გამოდის თუ არა აღმარც ეგე ერში როა წინსეული უჭირს გაუჭირდათ ზიგზაგს მე ეგრევე აღმარც აკეთებს ხოლმე ეგეშლებათ მაგადაჭრიან აი უწყვეტი არ გადაგვეთო მან შეიძლება ჯოხი იყოს ჩერჭობილი არ მახსოვს უბრალოდ ან ჩიხის მე ეგრევე აღმარცხებედი ახალ მიმართულების შეცვლის მე რვიანი მარაო არ მაქეხა არ დაიწყო ვიტროა და გული გამისკდა და ის ვიტროა შეგეკრას უნდა ცოტა ხო თავარი არის რვიანში რა? რომ გაყვე გარე ჯოხებს. ცხვირით. ზოგ ცხვირს ვინც ვერ ხედავ, ჩახედეთ ხოლმე და გავავით ახლოს ცხვირით. ავტომობილის ცხვირით. ხშირად არ ქანაურული ტყუილა. შეხედე ახლოს ხარ თუ არა. თუ არ ხარ, მაგ შემთხვევაში მიწევ, ესე პროსტატა კარგ აკეთო. ეგეც. ეხა აღიქვი ის როგორც მოსახვევი და არა პროსტა სწორად ახვით. ესე ნახე, დაგვიდი როგორც უხვევს.
შემდეგი რა არის? შემდეგი აღმართი. აღმართი. იქ რო გამოხვალ ესე და მარცხნივ წახვალ. აი რომ მივუახლოვდები აღმართს, მე გეუბნება აღმართიო. აქ ზდექას ჯერ არ არის. აი ხა რას გამოტანილია და ხაზავენ ზდექას. აი შენ თავარია კენწეროში გაჩერდი რომ აი მაქსიმუმ აღმართი რაც არის მოგვიწიოს ის აღმართი. 14%-იანი აღმართია. აი ამ სიგანის აღმართია იქაც ზდექაზი როგორც თავდება აი ეს სიგანია. ზუსტად. ვიყურებით ცაში. იდი მაქსიმუმ. კაი. ხელის ტომ კრუზი. ოდნავ გაზი. როგორ ვადაკეთებს, რა? მარტივად და წყნარად და ნელა. ყველაზე იდეალური აღმართის გაკეთება ეგეთია. აქაც ჩათვალე გარეჯოხებს მიყვები რა, იგივეა დაახლოებით. რა მოუტრიალდა, ხა მეტი სხვანაირად აღმართი აქ არ გამოვიდოდა, იმიტომ რომ აი ასფალტზე აღმართს ვერ დადგავ რა. მე აფუჭებს საფარს და მოკლედ შემდეგი ელემენტი აღმართის მერე და ბოლო არის პარალელური. ახლა პარალელური თავარი არის ახლოს მიხვიდე და გასწორო მანქანა. ჩვენ როგორც ვასწავლეთ პარკირებას ეგრე თავარი არის ახლოს მიხვიდე და გასწორო მანქანა. არის სხვანაირად ასწავლიან პარკირებას. ჩვენ როგორც ვასწავლეთ ეგრე. არის ბევრნაირი ჩაყენება პარკირებაში, მაგრამ ჩვენ როგორც ვასწავლეთ ეგრე. აქ რა ურაშვებიო? სახელური უნდა გაუსწაროთ ჯოხს. უკუსლა და საჭე მარჯვნა. მერე მანდრავშობითო? ბორბალი უნდა მიიყვანო ხაზამდე. რამდენ სტოვებ დაახლოებით? 30 სანტიმეტრს. იდეაბა და მე გადავალ, შევხედავ აღარ როგორ დატოვე. იდექი ჯერ, იდექი გადავალ გარედან მოჩვენებ. მოკლედ გარედან. აი ეს საბურავის ძირიდან ზოლამდე. აი ამდენი საკმარისია. ეხლა საჭე როგორ? გაატრიალე საჭე? წამოდი აბა ცადე. ცადე რაღაცა და დადგება ჩვენივეთ. დამო. ზუსტად ანალოგიურად ზუსტად ის ზომებია გადმოტანილი, რაც რუსთავშია. ზუსტად ამ სიგრძეა პარკირება, ამ სიგანე და ასე შემდეგ. დიდია პარკირება სიგანეშიც. ნორმალურია, ნახევარ მეტრი რჩება. აქეთ, იქით სიგანეშიც. იქაც მეორე პარკირება აქვს, მე მესამეც გვიქნება. სავარაუდოდ დღეს ხვალ რავი რომ როცა იქნება. მე ხელის თორმუზი პარკინგიც. всё. თუ გინდა 2 წამი გაჩერდი, თუ გინდა 3 წამი, თუ დგახარი დუქში. შენ ხო დაპარკინგი. არის აუცილებელი იქ დააბიჟავო და კარავი დასცე იქ და არიქა ჩემია და პარკირება და დავეთით. აუცილებლად სარგეში გახედა იქიდან მე მოდის თუ არა, აი ეგრე თავს დახრით, გახედავთ ხოლმე. აუცილებლად. მიდი მეორე პარკირება თქვენი. არა, მეორე პარკირებას. მეც მაგარი. წად ჩავაქრე მანქანა. ან თვითონ გამოცდილი გეუბნება არ გინაშვილობათ ხო მე მივიყვანო. ეგ შეუძლია გამოცდელს გითხრას და თუ მაგას გეუბნება არ უნდა იჭიდაობა მე მივიყვან მაცადე და რაღაცები. მიხდი? შეუძლია გამოცდელს და შეუძლია მივიყვანო. შეუძლია არაფერი არ გითხრას და პროსტო შენ თვითონ მივიყვანო. ოიც საიდანაც დაიწყე. მიხვალ წინ, მიდი აქ არ გაჩერო. მიუხვევ მარცხნივ, მანდ გექნება სადღაც დექხაზე და იმ დექხაზე არ გადაგვეთო. მოუხვიეს ხოლმე. იქ გამოცდა და იქნება სადღაც დექხაზე, სტარტის ხაზი რა და ის სტარტს რო გადაგვეთავ, ესე იგი გაჩერდი. აი ეს. დაახლოებით ესე გაჩერებ. თუ გითხრა არ ჩააქრო. სიტყვაზე არაფერი არ თქვა და შაქრობა გიწევს, როგორ აქრო? Всё. თქვენ ჩავარებული გაქვთ გამოცდა.
აბა ეს წარმატებები ჩემი მოსწავლეს და ჩემი მოსწავლის თამატობით ხო? ნახვამდის. ნახვამდის.